Სრელობა უკვე დაიწყო, ეს წუთია უზენაესად დაიძრნენ ადვოკატები, იურისტები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. ჩემს ზურგს უკან კადრში ხედავთ, სრელობა საკმაოდ მრავალრიცხოვანია. აქ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა სამსახურებში დასაქმებული იურისტები არიან შეკრებილები. მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა ქვეყანაში, იხსენებენ წინა ხელისუფლებას და ადარებენ აქ დღეს არსებულ მდგომარეობას და ამჩნევენ, რომ ადამიანის უფლებები, ადამიანის წამება, ადამიანის უფლებების დარღვევა ხდება, ასევე სასამართლო სისტემის პრობლემებზე საუბრობენ. იხსენებენ ბოლო დღეების განმავლობაში მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელიც უმრავლესობაც სტატისტიკურად არის გამომტყუნებელი. მოგეხსენებათ 500-მდე მოქალაქე არის დაკავებული, ნაწილი სისხლის სამართლის კოდექსით, ნაწილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო და უმეტესწილად ისინი რჩებიან პატიმრობაში. ასევე მოგეხსენებათ, რომ დიდწილად მოქალაქეებს აღენიშნებათ სხვადასხვა დაზიანებები და ისინი აცხადებენ, რომ მათზე პოლიცია მიძალა და მიუხედავად ამისა, შესაბამისი სამსახურები რეაგირებას არ ახდენენ და ამ დრომდე არც ერთი სპეცრაზმელი, რომელიც პირდაპირ კამერების თვალწინ ძალადობდა, დაკავებული არ არის. ადვოკატები ამბობენ, რომ ახლა ერთიანობის დრო არის, აუცილებელი არის რეაგირება. რა თქმა უნდა, უცვლელი არის მთავარი მოთხოვნა დაკავებულების გათავისუფლება, რიგგარეშე არჩევნები და ასევე რიგგარეშე არჩევნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის განახლებული შემადგენლობით. მსვლელობა დაიწყო სულ რამდენიმე წუთია ძმები ზუბალაშვილების 6 ნომრიდან. ისინი მიემართებიან ჭავჭავაძის ქუჩაზე, რის შემდეგაც გადაინაცვლებენ რუსთაველის გამზირზე და შეუერთდებიან დედაქალაქის მთავარ გამზირზე საპროტესტო აქციას, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში უკვე 2 კვირა იმართება. თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ კომენტარები, რომელიც სულელობამდე გაკეთდა ადვოკატების მხრიდან, რომლებიც აპროტესტებენ რეჟიმს და აპროტესტებენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. იცით, რომ ადვოკატებს ფიცი გვაქვს დადებული ადამიანის უფლებების და კონსტიტუციის სახურებაზე. როდესაც ადამიანის უფლებები და კონსტიტუცია საფრთხეშია, ჩვენ ვალდებული ვართ ეს ფიცი დავიცვათ. ამ ფიცს ჩვენ ყოველდღიურად შეიძლება ვიცავდეთ სასამართლოში, მაგრამ ეს ის შემთხვევა, როდესაც ამ ფიცის დაცვა ჭირდება სასამართლოს გარეთაც. დაკავებულების პროცესი კარგი ლაკმუსის ქაღალდია იმის თუ რაც ხდება და ჩვენ იურისტებმა ყველაზე კარგად ვიცით, როგორ უკანონობასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, ნინო ენუქიძე, რომელიც ერთ-ერთ ჯალათ მოსამართლედ ჩამოყალიბდა, ჩემი კურსელი იყო, ჩვენ ორივე პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდების თაობა ვარ და ვერასდროს წარმოვიდგენდი ის თუ ესეც ჯალათ მოსამართლედ გადაიქცეოდა, რომელიც ნაცემ ადამიანებს ესე ნოტარიუსისავით შტამპს დაარტყავდა და ყოველს ზოგს პატიმრობას მიუსჭიდა და ზოგს ამ შემთხვევაში ჯარიმას. ისე რომ არანაირად არ გაითვალისწინებდა არანაირ სამართლებრივ წესებს და რეგულაციებს. ამიტომ ალბათ ჩვენი პროფესიული ღირსებაც არის ის, რომ გამოვიდეთ, თქვათ რაც არის, ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ და იმ საერთო პროტესტის ნაწილი გავხდეთ, რომელიც ქვეყანაში არის. 7 ნოემბერი თუ 1-2 იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს, 10 დღის განმავლობაში ჩვენ ხედავთ 7 ნოემბერს სადიზმს, ძალადობას, ფაშიზმს დაუცველ მოქალაქეებთან მიმართებაში. არა სადიზმს, არა ძალადობას, ამ უთავ ფეოდალ გველეშაპს უნდა უთხრათ, რომ საქართველოს ეს არ გაუვა. პირველ რიგში სტატისტიკის გამო. თითქმის ყველა ბრალდების, თითქმის არა, ყველა ბრალდების შეფარდებული აქვს პატიმრობა და ფაქტობრივად სასამართლოში ძალიან რთული ხდება, რომ იყო ადვოკატი. შესაბამისად მოვითხოვთ, რომ პირველ რიგში სასამართლო განთავისუფლდეს პოლიტიზირებისგან, მეორე საქართველოს დაუბრუნდეს ევროპულ გზას და მესამე დაინიშნოს ახალი არჩევნები, იმიტომ რომ შეუძლებელია უკვე ამ ქვეყანაში ცხოვრება. იურისტები, ადვოკატები, რომლებსაც ახლა კადრში ხედავთ, რომ სანათებით ხელში რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობაში ღებულობენ მონაწილეობას. ახლა ვიმყოფებით ჭავჭავაძის ქუჩაზე, დაღმართს მიუყვებიან იურისტები, რომლებიც წლებია ადამიანის უფლებებზე მუშაობენ. მათ შორის არიან იურისტები და ადვოკატები, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებშიც იცავდა საქართველოს მოქალაქეებს კანონდარღვევის შემთხვევაში. ისინი ამბობენ, რომ ახლა
უმძიმესი მდგომარეობა ქვეყანაში. ხშირ შემთხვევაში ადვოკატები და იურისტები თავს იკავებენ პოლიტიკური განცხადებებიდან და საუბრობენ მხოლოდ სამართლებრივ ნაწილზე, თუმცა როგორც კომენტარებში მოისმინეთ, დღეს არ შეუკავებიათ მათ პოლიტიკური შეფასებებისგან თავი და ღიად ამბობენ, რომ ეწინააღმდეგებიან ანტიდასავლურ კურსს, რომელიც აირჩია ქართულმა ოცნებამ და საქართველოს მოსახლეობა იდგება ქუჩაში მანამ, სანამ მოქალაქეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. კიდევ ერთხელ გამომეორდები, გეტყვით, რომ უფლებადამცველები, იურისტები, ადვოკატები დღეს შეიკრიბნენ უზენაეს სასამართლოსთან და მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ მიემართება.